ჩვენ გადაცემებს ახალი ფორმატით. ამჟამად ჩვენ გადაცემას სახელი აქვს წამი. თვითონ ამ წამის ალბათ თავისი წარმომავლობა და ეტიმოლოგია ყველა ჩვენთაგანში ალბათ რაღაც გარკვეულ ასოციაციებს აღძრავს. მაგრამ ალბათ ბევრი არ დაფიქრებულა ამ სიტყვის რაღაცა შიდა სიღრმეზე, რაღაცა შიდა შინაარსზე. წამი, წარსული, აწყო, მომავალი. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გრაფიკაზე ვმუშაობდით და ამ იდეაზე, იმ კონცეფციაზე რაც მასში ჩავდეთ, მე არის რაღაცა ტირე, გარკვეული პაუზა და ამ პაუზის შემდეგ ჩვენ ვამბობთ წამი, ანუ იმოქმედე. ერთი სიტყვით წამის მთელი ეს საქმის ხერხემალი, ასე რომ წარმოვიდგინოთ, არის აწყობილი წარსულის გააზრებაზე, რეალობის შეფასებაზე, ანუ რასაც ქვია აწყო და რა თქმა უნდა მომავალზეც. რამე თუ მომავალი, როგორც ამბობენ ბატონოსოსო? მომავალი პროფესორად აწყო, შობელი წარსულისაგან არის შობელი მომავალისა. გადასარევია. ანუ ყველანაირად, ასე ვთქვათ, ამ ჩემი შესავლის პირველი ნაწილი, რასაც ქვია ზოგადად ამ ფორმატის სახელწოდებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის ძირითადი ფორმა და ფორმატი იქნება აწყობილი არა რაღაცა წარსულის, ასე ვთქვათ, მხოლოდ თხრობაზე და ტკბობაზე, როგორც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, არამედ იმ რეალობის გააზრებაზეც და შესაბამისად, რა თქმა უნდა, რეალობაში, როდესაც უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული გეგმები, დაისახოს სწორი სამოქმედო პროგრამები, რომელიც რბილად რო ვთქვათ, არც თუ მაინც და მაინც ასე ვთქვათ, თუ სოფლიოს თვალს გადავავლებთ, ვისთვის როგორ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დარგის სპეციალისტების ანალიზიდან გამომდინარე საუბარი არც თუ მაინც და მაინც ოპტიმისტურია. მოდით ჩვენ ეთერს ნუ დავამძიმებთ ამ, რა თქმა უნდა, ამ ჩვენი მოსაზრებებით. მოდით რეალობას თვალის შევხედოთ, რამე თუ ეს აწყო დღეს არის, ახლა ხდება, ჩვენ ვერ ვცვლით წარსულს და თუ მომავალი უნდა შეიქმნას, ალბათ ეს აწყოში უნდა შეიქმნას. მოდით ამ პატარა მცირე ეგრეთ წოდებული ფილოსოფიური ექსკურსიის შემდეგ უშუალოდ კითხვას დაგისვამთ, რომ ჩვენი საუბარი დღეს უფრო ნაყოფიერი და ეფექტური იყოს. მოდით აი მცირე შესავალი გავაკეთოთ ესეთი, როდესაც მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის მოლოდინშია. რატომ გახდა ტერიტორიების გადანაწილება და აი ესეთი სასიკვდილო საფრთხეების შექმნა, ხო? ანუ საკმაოდ ისეთი თემაა, რომელიც მუსილებს, მე ვფიქრობ, ალბათ ეთერის 80%-ში მაინც ვინც პოლიტიკურ მიმოხილვას აკეთებს, მაგრამ ჩვენი ფორმატი ეს არ არის, ჩვენი საუბარია, რომ ეს საფრთხე ნეტა ნამდვილად არსებობს თუ არ არსებობს. პირველ რიგში მივესალმებ მაყურებელს და აქვე დავძენ, რომ ალბათ ყველასათვის ცხადია, ეს ყველა მიცის, მეტნაკლებად პირდაპირ თუ ირიბად, რომ დღეს რა პროცესები მიმდინარეობს ამ კუთხით, რაც თქვენ ბრძანეთ. კერძოდ რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ? პირველ რიგში ის, რომ პოლიტიკური ვითარება ქვეყნებს შორის ახალი, ასე ვთქვათ, მიწების გადანაწილების თემასთან დაკავშირებით აღწევს პიკს დაძაბულობა. რაც რასაკვირველია ნეგატიურ გავლენას ახდენს მიმდინარე პროცესებზე. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თუ ასე გააგრძელა და რატომღაც არ ჩანს ჯერჯერობით იმის წინაპირობები, რომ სხვანაირად აპირებს კაცობრიობა, რომ გააგრძელოს სიარული. გამოდის, რომ თანდათანობით რაც განადგურების გზას ადგას კაცობრიობა. ეს იფით არის განპირობებული პირველ რიგში, რომ როდესაც აი სისტემას ადამიანს გნებავთ, ხო? როდესაც ავიწყდება თუ რომელი უჯრედისგან არის ის წარმოშობილი, ისერად იწყებს სხვა უჯრედების აბსოლუტურად გადაგვარებას.
ალბათ რაღაც ესეთი მოვლენაა კიბო გამიგია ეგეთი. კი ბატონო, ну შეიძლება ასეც ითქვას, კი, რამოდენიმე სინონიმი მიარსებობს, შეიძლება ასეც ითქვას. იწყებს გადაგვარებას და ეს არის პრინციპში ინფორმაციული, ასე ვთქვათ, მატრიცის ჩამოშლა. პირველ რიგში ალბათ შიმშილი, მაგრამ მე მანდ ერთი სიტყვა მენიშნა, ახსენეთ სიტყვა გადაგვარება. კი. ეს გადაგვარება არ მინდა ახლა ძალიან ეს ღრმა ფილოსოფიაში წავიდეთ, მაგრამ გადაგვარების სინონიმი მინდა თუ არ მინდა მაინც ფიგურირებს რაღაცა რაგვარად, გვარად, რასთან აგვაქვს საქმე. კი, ხო, აი სწორედ ეგ საფუძველში ეგედო, ეგ ბუდოს უпроსორად გამონათქვამს, რომ როდესაც უჯრედს ასე განხილვის უბრალოდ ფიქრობ უპრიანი მაგალითია, როდესაც ავიწყდება საიდან მოდის, ხო ის ხოსე დამოუკიდებლად არ დაიბადა ყველაფერი ურთიერთში, პირდაპირ თუ ირიბად ისე აქვს ორი შემოქმედი შექმნილი, რომ არის ურთიერთზე დამოკიდებული, ოღონდ ღვთისმიერულად, ხო? შეიძლება რომ ჩემთვის ახლა კი ვცდილობ რომ გავერკვე, ახლა მე ვიცნობ თქვენს ასე ვთქვათ საქმიანობას და ეს თემა ვისაუბრია ჩვენ ეთერს გარეთად და ისეც და ასეც, მაგრამ ნახეთ აი უფრო რომ გავარკვიოთ. ისევ დაუბრუნდები აი იმ გლობალურ კონფლიქტს, რასაც ქვია მსოფლიო გადანაწილება, ხო? აი მსოფლიო გადანაწილებაში არ არის რაღაც ესეთი დადგენილი ნორმები იქ ათასნაირი ორგანიზაციები შეიქმნა, ხო? მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელსაც უნდა ყოფილიყო გარკვეული ბერკეტი, რომელიც ამას გააკონტროლებდა და დაიჭერდა თავის ჩარჩოებში, მაგრამ აი არა, მე ის თქმა და თემას მინდა რომ ბოლომდე ასე ვთქვათ მივიყვანო. მიუხედავად ეს ბერკეტი არ აღმოჩნდა საკმარისი და მე გამიჩნდა აი ესეთი კანონი, რომელიც შეიძლება ყურში უხეშად ხვდებოდეს, ალბათ უმეტესობას არსებობს ეს სიტყვა ჯუნგლების კანონი. კი ბაზონი. აი ჯუნგლების კანონში ახლა რა არის ცუდი, როცა უფრო ადამიანი ახლა თუ უტოლდება ცხოველს, მაშინ შეიძლება მან ჩათვალოს, რომ ეს ჯუნგლების კანონი ეფექტურია, რამე თუ ძლიერი ამარცხებს სუსტ. აი ჩვენ შემთხვევაში რასთან აქვს? მიგივდით ბატონო ალექსანდრე ამ ჩართვის ასე ვთქვათ მიზნობრიობას თუ შეიძლება დავამთავრებ აბზაცს აღარ ანუ როცა იქ უჯრედი როგორც ვთქვით რა თავის რაობას კარგავს, როცა სისტემა იწყებს რღვევას, ხო მე იქ მყისერად შემდეგ მიდის აბსოლუტურად ყველა მასთან ახლოს თუ ცოტა შორს აი ზუსტად ნახეთ სოსო მე იმიტომ ვამბობ აი თემასო შუალედური მომენტი აი ეს კრიზისი როცა იწყება გადადის მეორე პროგრამაზე ეს თქვია ჯუნგლების კანონი. კი ბატონო და რა მინდა თქვა აქ მიდის სწორედ ის ყველაფერი ხო ხსოვნაზეა დამოკიდებული ხა არ მინდა ძალიან სიგნალებში არა უნდა ჩვენი მისია გადაცემის ეს არის ჩვენ რომ არ გვახსოვდეს რისთვის მოვედით აქ ანუ თუნდაც აი ძალიან მოკლედ ვიყავ. აი მაგალითად დღევანდელი დღე გათენდა, ხო, თქვათ, მოუწესრიგდი კი როგორც ამას ცივილური ადამიანი აკეთებს, ახერხებს. ну გარკვეული მოქმედებებისგან შედგება ეს, ხო, ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ეს არ გვახსოვდეს, ხო? და ეს ან უმისამართოდ ვიმოგრავა. ესე ვეპირებოდით, ხო, ну დაახლოებით იმას გავს, ასე პირველი, ანუ ინფორმაციო წერილო შეიკრას რაღაც ასერს. ანუ ინფორმაციული, ასე ვთქვათ, მატრიცის ჩამოშლა ხდება ამ შემთხვევაში, ამ გადაგვარების დროს, რაც რა თქმა უნდა ფატალური შედეგით მთავრდება. და რომლის ერთ-ერთი განშტოება, როგორც ვთქვათ, ბრძანეთ, თუნდაც ეს ჯუნგლების კანონი, სადაც აპრიორი ძლიერი სუს ყოველთვის ჩაგრავს და იმონებს. და გადავხედოთ დღემდე. აი რაც შემონახულია, ხო, ჩვენამდე რა ძირითადი წყაროები გადავხედოთ სულ ასეა. მეტნაკლებად ძლიერი ქვეყნები, სახელმწიფოები, თუმცა ეს კიდე სხვა თემაა. ჩვენ ოდნავ რო არ გადავუხვიოთ თემას და დაუბრუნდეთ ძირითად თემას. ვიტყვი რომ უბრალოდ ჯუნგლების კანონი მოქმედებს, როცა ძლიერი სუს ამარცხებს და ამგვარად ცდილობს ამ ბალანსის დაცვას. მაგრამ მე თუ სწორად მეკითხით, აი თქვენი პათოსი ალბათ ამას გულისხმობდა კითხვასთან მიმართებაში, რომ ეს ჯუნგლების აი რატო გადადის ბუნებრივად, თქვათ. ღვთისშვილების გადართვა რატო ხდება ამ პროგრამამდე პროგრამაში? რატო ხდება აი რაც მე ესე მენიშნა, ну ეხ მენიშნა პრინციპში ყველა აბსოლუტურად საერთოდ მოაზროვნე ადამიანი და ეხლა მას დიდი ისიც არ ჭირდება. მეც მენიშნა. არ ჭირდება თქვა აი ბევრი რაღაც სენტიმენტები, ასე ვთქვათ, მოკლედ რომ თქვა
იქნებ იმიტომ ეს ჯუნგლების კანონი შეიძლება ხა ჩემთვისაც ბავშვობაშიც მერეც ხო შეიძლება გარკვეული ეპიზოდები არ თუ მხოლოდ ბავშვობაში ეხლაც კი რაც ძნელად ყურებადია ასატანია რაღაცა და ძალაუნდებურად ფიქრს იწყებ რომ იმიტომ ხომ არ არის შექმნილი ეს ყველაფერი რომ შენ მერე და დავაკონკრეტო ანუ თქვენ ამბობთ რომ რაღაცა ჯუნგლების კანონს რაც გაცოცხლებულ სცენას უყურებ ტელევიზორში ან კინოში რასაკვირველია მარტო მე კი არა ყველა უყურებს ამას და ხდება რომ დაუშვათ როგორ ამარცხებს ერთი მეორეს და ძლიერი იმარჯვებს და სუსტი ნადგურდება მაგრამ ეს დამტკიცებული თეორია ესეთი რომ რა თქმა უნდა ესენი სუსტი რგოლი იმიტომ ამოყავს რომ არა რომ მე ჯამთელია რა თქმა უნდა ეხლა თორე ასე რომ აი ჩავშალოთ და გავყლის ესეთი კარგი სასაუბრო თემებია ეხლა მოდით პირდაპირ ვთქვათ რა ხანდახან ადამიანის სიხარბე დავარქვათ იმ ზომამდე მიდის რომ ახლა ვთქვათ რომ მიდიხარ შენ რომ ხელგეწიფებოდეს შენ ახლა სად არჩევის ჯამთელი არ არის ხო პრინციპში ფლორა ფაუნა ყველაფერი ისეა ურთიერთში შერწყმული და ისეა იმდაგვარადაა ურთიერთთან დამოკიდებული რომ მე ისის კვლავ შენზე მუშაობს და შენთანაც გარკვეულ დამოკიდებული კანონიკაა იმიტომ რომ ასე მაშინ შეიძლება რომ ჯამთელი ვთქვათ გამოვაკლო და მე რა გამოვა მე ეწმე დისბალანსი კი ბატონო მე ვფიქრობ რომ ეს საკმარისად კარგად ახსენეთ მაგრამ ეხლა მე მინდა მაინც ის თემა ბოლომდე ასე ვთქვათ გავიაროთ რა დღეს საუბარი არის კრიზისზე ეხლა ჩვენი გადაცემის ფორმატის მაინც ხერხემალი ამაზეა ანუ ჩვენ ვიხილავთ არსებული რეალობა რა არის შეიძლება ძალიან მცირე ექსკურსი გავაკეთოთ მაგრამ იქაც გულწრფელი ვიქნები ახლა მცირე ექსკურსის რაღაცა საუკუნეებით რო გადავხსნოთ ეს მუდმივად მოდის ეს ხო არ არის ახლა დღეს დაწყებული ეროზიული პროცესი ხო ეს საუკუნეების განმავლობაში ისტორია ამის ეს მუდმივად მაგრამ აი აღარ მოვიდა ეს რაღაცა ცივილური ჰომო საპიენსი ვერ გახდა ისეთი ასე ვთქვათ გონიერი და ისეთი გააზრებული რომ მიხვდეს რომ შეიძლება ცხოვრება სისხლის ზღვრის გარეშეც ასე ვთქვათ შეძლოს და ეგ მე მიჩნდება ესეთი კითხვა აი ნახეთ რატო მინდოდა რომ თქვენ მომეწვიეთ აი კონკრეტულად ამ გადაცემაში რომ ჩვენ ვისაუბრია ძალიან ბევრი ამაზე თუ დაუშვათ ისტორიული წარსული ნუ ეხლა მოდი ვთქვათ რაც ჩვენ ისტორიას აქვს ასე ვთქვათ შესაძლებლობა რომ დაინახოს ნუ თუნდაც რამდენიმე 1000 წლის წინ და ეს ისტორია მუდმივად ესეთი სისხლის ზღვრელია ან ეს უნდა ჩავთვალო მაშინ ისეთივე ბუნებრივ კანონზომიერებად და უნდა ჩავთვალო ეს არის ბუნების განვითარების პრინციპი და მასში ხმა არ ამოგვეღება როგორც მიდის და როგორც ვითარდება ან ვინაიდან როგორც გონიერ ადამიანს როგორც არსებას თქვენ ეთერში გადაცემამდე მიხსენეთ სიტყვა მიწის კანონი მაშინ რაღაცა საერთო თამაშის წესებზე უნდა შეთანხმდეს კაცობრიობა რაღაცა საერთო თამაშის წესებზე იმიტომ რომ ეს სასახად ვიცით რომ ამ ომის ფატალური შედეგი როგორც თქვენ ახსენეთ არის მესამე მსოფლიო რომელშიც გამარჯვებული არავინ არ დარჩება ანუ ისე რომ გონიერი არსება ალბათ ეხლა ეს მაინც ეს ფილოსოფიური ნარატივია ანუ აპრიორშივე აცნობიერებს რომ ეს ჩიხური გზა რაშიც ის განვითარდება და მიდის დინამიკაში საბოლოო ჯამში გამარჯვებული არ არის თვითგანადგურებაშია რა მექანიზმი უნდა იყოს მე ეს უფრო მაინტერესებს თქვენ დაიწყეთ წეგან და ცოტა გაგაწყვეტინეთ საუბარი რაზე ფუძდება რა არის ეს ინსტრუმენტი ეხლა ცოტა ასე ვთქვათ იმდაგვარი კითხვა რომ პასუხი რო არ გავცეთ პირდაპირ არ შეიძლება და მერწმუნეთ ბევრსაც არ აქვს პასუხი მათ შორის არა მე ის ხაზგასმა მინდა იმიტომ რომ თქვენ ესე მოამზადეთ ეხლა ეს კითხვა რომ კაი გაგებით მაიძულებთ რომ ჩემ პასუხის გაცემა ასე დავიწყო ჩვენი დაახლოებით 2 წელიწადნახევრიანი 2 წელიწადნახევრის უკან ჩვენი საუბარი გასულთ ალბათ როცა გაეროს გუტიერესია საუბარი ალბათ გუტიერესია საუბარი კი როდესაც გამოვიდა მაშინაც ნუ ხა ესეთი კრიზისული სიტუაციები ამ ასე ვთქვათ უახლოეს წლებში მრავლად იყო უბრალოდ ეხლა დღეს აპოგეაც მიაღწია შეიძლება ითქვას რა თორე ეს რა თქმა უნდა ერთბაშად არ მოსულა ვითარდებოდა მოკლედ გუტიერესში გამოვიდა და თქვა დაახლოებით 2 წელიწადნახევრის უკან რომ
რაღაცა საზოგადოებრივი მოთხოვნაც ისეთი იყო, ანუ პროდუქტი მოთხოვნის იმდაგვარი იყო, რომ რყევები რო დაიწყო, რაღაც ეს სტაბილურობის განცდა რო აღარ იყო უკვე, რომელიც დაუშვათ, გარკვეული ათეული წლების მანძილზე ამა თუ მის სფეროში არსებობდა ეს ფაქტია, ხო? რაღაცა ამ ყველაფერმა რყევები რო დაიწყო და გადავიდა ქაოსში, ბუნებრივია რომ ხალხმა დაიწყო, რომ ვისაც ეს ევალება თავისი სტატუსიდან გამომდინარე, ხო, თავის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომ მას უნდა განემარტა და გაეცა პასუხი საზოგადოებისათვის. გახსოვთ ალბათ რომ ასეთი რამ თქვა. Ну, ცოტა ეხლა მე არ შევუდგები იმის განხილვას, იმიტომ რომ არც ამ თემის აუცილებლობა არ არის, უბრალოდ აი დასაწყისში ეტყობოდა პასუხს, ხო, ასეთი რამ თქვა, რომ ჩვენო ეხლა უნდა ხელები დავიკაპიცოთო, შეუძლიათ ეხლა ამის ნახვა ძალიან ადვილია, დაგუგლო, ვისაც ამის ინტერესი ექნება. და ჩვენო არ უნდა მოვატყუოთ, ესე იგი რა გამოდიოდა აქამდე ატყუებდა და ეხლა ხელები დავიკაპიცოთო, ამდენი ათეული წელი რასაკეთებდა. და უნდა უმოკლეს ხანში შევჯერდეთ და პირდაპირ უთხრათ კაცობრიობას იმის შესახებ, რომ ჩვენ გვაქვს გამოსავალი ამ ჩიხიდან, ამ გლობალური პრობლემებიდან, რომელიც თუ ჩავშალეთ, აბსოლუტურად ძალიან ბევრ პრობლემას ითავსებს სხვა თავის გარში. თუ არ გვაქვს მაშინ პირდაპირ უნდა ხელები ავწიოთ, ასე ვქოთ და უნდა განუცხადოთ, რომ ჩვენ გამოსავალი აქედან არ ვიცით, ხო? ერთი შემხედრი კითხვა, სანამ თემაზე გადავალთ. ეხლა ეს გადაცემა პირდაპირ ეთერშია, ეგრეთ წოდებული ლაივი და შესაბამისად ის იმპულსი, რაც ალბათ რეზონანსი ვყარდება, როგორც ჩემთვის, როგორც ამ შემთხვევაში ჟურნალისტისთვის, მე მიჩნდება კითხვა, იმიტომ რომ მე სკეპტიკოსი ვარ იმ ჩემი მაყურებლის დაგვარად და მეც მიჩნდება კითხვა, რომ თუ ამხელა ხალხმა და ამხელმა ცნობილმა პიროვნებებმა ეს პრობლემა ვერ დაალაგეს, როგორ გინდათ ეხლა ამ პატარა საეთეროში ამ რაღაცა გადაცემაში დაждდეს და ეს თემა დაალაგოთ, ხო? ანუ თავიდანვე ან სათქმელი გაქვს ბუნებრივია და იმიტომ ხარ ეთერში და იმიტომ დაკარგე დრო რომ აქამდე მოსულიყავი და რაღაც, იმიტომ რომ აქ ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის მომავალია, ხო, რომელიც უნდა ითქვას, იმიტომ რომ ჩემი ყველა რესპონდენტი მხოლოდ ამ წესით იქნება მოწვეული, ის რაღაცას აკრიტიკებს და საქმე ცუდად იყო, ჩემზე კარგად იცის ჩემმა მაყურებელმა, მაგრამ ის ვინც მოსულია და თუ რამე ახალი უნდა თქვას. აი იქნება მაშინ უფრო კონკრეტულად თქვათ, აი კონკრეტულად ძალიან თქვათ, აი დაუშვათ ამ კონფლიქტში ჩვენ ვიცით რომ სისხლით არიბანება, ეს ომი კიდევ უფრო სხვა ომებში გადაიზრდება, მაგრამ არსებობს რაღაცა. გასაგებია, ბატონო ალექსანდრე, გავიგე, კითხვა, კი ბატონო მოგახსენებ. რასაკვირველია, მაშინ ჩვენ საუბარს აზრი არ იქნებოდა, ანუ გამოვდოდა რომ მიდის შეჯიბრებითობად იმაში, თუ რამდენად ცუდად არის საქმე, მაგაშია ვინც უფრო ისეთ პათოსით, ვინც რა თქმა უნდა ეს დროის ფუჭი კარგია, კი. გამოსავალი რაც რასაკვირველია არის. გამოსავალი არის ახლა გარკვეულმა წრეებმა, პოლიტიკურმაც, არაპოლიტიკურმაც, მთავრობაშიც, არასამთავრობოებშიც პირდაპირ განმარტავ. და როცა ამის აუცილებლობა იქნება კიდე ერთხელ ჩვენ პროექტები. ხო, ჩვენი მიზანი არ არის, უბრალოდ როცა იქნება ამის აუცილებლობა, ყველაფერი უნდა იყოს ღია. ამის მიმდევრ რომ დამავლამ და ამ დაფარვამ პრინციპში შეაჩერა, დაუპაზდა იმას არ ვიტყვი ახლა, მაგრამ რისინაშეც ვარ და დასაწყისში ვთქვი. მოგეთ გამოსავალი არსებობს. ამაზე მსმენია მაყურებელს, შეიძლება ესე ვთქვათ, რაღაცა გამოწვლილვით ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ თქვენი მხრიდანაც ყოფილა ამის გრაფიკული განხილვაც იყო რაღაც დონეზე, რამოდენიმე გადაცემაში და რესპონდენტების მხრიდანაც ყოფილა ცალკეულ ლოკალურ, ასე ვთქვათ, თემებზე პასუხი. კი, რეზონანსი ქონდა. რეზონანსი ქონდა გარკვეული. ეს არის მამაქალაქის, სოფლიო მამაქალაქის თემა. ну კონცეფცია ესეთი შექმნილი საქართველოში, რომელიც ცოტა პატარა შესავალს გავუკეთებ, რომელიც არაერთხელ გავიდა არა მარტო ამ ტელევიზიაში, არამედ სხვადასხვა ტელევიზიებშიც. ქონდა ამას თავისი რეზონანსი, მოისმინა ხალხმა, მე თვითონ მქონდა მე ძალიან საკმაოდ აქტიური შეხვედრები ამ გადაცემების შემდეგ გარკვეულ ადამიანის ჯგუფთან და თქვენს რომ რატომაც არა მოდით ვსადოთ და ეს განვიხილოთ. აი თქვენ როგორც ხელა ვინაიდან მოწვეული სტუმარი ხართ, თქვენ ვიცი რომ ამაში შეგნებული თქვენი ცხოვრების 35-40 წელიწადი მაინც მე რაც მახსენდება მუშაობთ ამ საკითხებში და თან მუშაობთ
საკმაოდ ისეთ მაღალ წრეებშიც. როგორ შეიძლება აი უბრალოდ შევეცადოთ ხლა საეთერო დროს ყველა წუწმებს ზოგავ როგორ შეიძლება ეს ახსნათ რა არის რაზეა ეს მოგახსენებთ ორი სიტყვით რო ვთქვა და მე უფრო გადავარცოთ ესე იგი მაშინ აი ასეთ საფუძველს გავუკეთებდი პასუხს ნახეთ ესე თამამი განცხადება რომ გამოსავალი არსებობს ეს ჩვენი მაყურებელი იქნება თუ ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არა ეს ზოგადად საქართველოს პრობლემაა ჭრელი ის არის ასე რა გემონება უნდა არსებობდეს ხო რაღაც უნდა დამაჯერებელი რაღაც აი რა ძალიან ისეთი მოდური გახდა განსაკუთრებით ბოლო წლებში აი ნეიტრალური ვიყოთ ეხა იძულებული ადამიანი რომ აქეთ ხან აქეთ წავიდა ხან იქეთ წავიდა ხან ისპაჰანში აბა თეირანში აგვარებდა ხან ადრე იქ მე შტატებში ახლა და მაინც ეს სტაბილურობის განცდა მაინც არ არის იმიტომ რომ ყველა ადამიანს მაინც ხო ყველას ურჩევია რომ ჯერ უნდა იყოს მშვიდობა ეს არის საფუძველთა საფუძველი ხო ეს არის ბაზისური და შემდეგ ამაზე დაშენებული არის დანარჩენი სენტენცია როგორ მივიღოთ და საქართველოში დაუყოვნებლივ ყოველგვარი დროის დაკარგვის გარეშე უნდა გაშენდეს რა თქმა უნდა ჩართულობა იქნება ამაში ბუნებრივი ხა აშენდეს ამას ვინა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ეს და ბუნებრივია რომ მე ამაში ელჩები და შესაბამისი ქვეყნების სპეციალური სამსახურები უნდა ჩაერთვნენ ამაში უნდა აშენდეს საქართველოში მამაქალაქი ეხლა ეს რას მოიცავს თავის თავში კი იცის ახლა მაყურებელთა ნაწილმა მაგრამ ეს არის აი ეგრეთ წოდებული ესე რომ ვთქვათ რა ერთი ქოლგის ქვეშ არსებული რაღაცა სივრცე, კულტურული სივრცე, ეკონომიური სივრცეს პაკეტია ესეთი, ესე რომ დავარქვათ, აი გასაგები კიდევ უფრო რო იყოს, ვინც აი ვთქვათ, მოგზაურობის მოყარულია და ან რაღაც ყოფილა აი დისლეილენდი უნახერა, ეს არის გამდიდრებული სხვადასხვა კომპონენტებით, ესეთი ლამაზი, ესე ტერიტორიული ერთეული, ჩათვალე დისლეილენდი. ანუ თქვენ გვამბობთ რომ სოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანას ეხლა რამდენი ქვეყანაა? ეხლა 200-მდეა ახლა შეიძლება 198 მახსოვს მე ეხლა არ მინდა ალბათ მერყობს 196 ხო რაღაცა სტატუსები მაგრამ პირობითად თქვათ რომ 200 ერთ-ერთი მოკლედ ოფიციალურად რამდენი სახელმწიფოს არსებობს ამათ ცალკე განკუთვნილ რაღაც ტერიტორიაზე ჩვენ ყველა სახელმწიფოს უნდა გადავცეთ გარკვეული მიწის ფართობი არამზარდი ან არასტიქიური სტიქურად მზარდი კი არა არამედ რაც არის იმ ფარგლებში რომ დარჩება აი პირობითად რა მაგრამ მოდით ეს თემა ნახეთ ახლა მე ნიშნა მაყურებლის რეაქცია ახლა ვინც არ არის ჩახედული და ახლა მეც რო ვიჯდე დაუშვათ მის ადგილას და უყურებდი ამ გადაცემას ხო მინიმუმ რაღაცა რეაქცია მექნება იმ პროცესში. რამდენი მიწა? ხო, არა, გარდა სადაგოს ეს იმდენად აქტუალური მიწა, ახლა ჩვენი გადაცემების 80% იმაზე რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს ეს და ან არაერთგვაროვანი რეაქცია გვაქვს, ეს ჯობია რომ ახლა დღეს ჩვენ მე ვფიქრობ ჩვენი მუშაობის მიზანი არის ალბათ ხარისხიანად გადავწეთ იმ ეს ინფორმაცია. თუ აქ საუბარია რომ გადავეცით როგორ ახლა ვაჩუქე, როგორ არის ახლა სისხლით არის მორწმული და გაფეხილი ჩემი ქართული მიწა. მოგახსენებთ. ამას ჩვენ რომ გადავცემთ, ჯერ ხო თქვი თუ ეს სტიქიურად არ ამზადა. რა უნდა გააკეთოს იმ მიწაზე და დაუშვათ გადავეცით. ჯერ ის თქვა რომ გადავცემთ. ჩვენ სამაგეროდ ჩვენ უნდა იმ ქვეყანამ, ასე ვთქვათ, ხელს ორივე პირის ამ პრინციპით ჩვენს უნდა გადმოგცეს ეს ვინც გადაწყვიტა. ხო, ვინც გადაწყვიტა ასაკურველია. ეხლა რა არის ეხლა ამაში აი თავარი პრინციპი რა არის? აქ ყველა ქვეყანამ შეხედულებისამებრ ვისაც გადასცემ, ასე ვთქვათ, ამ ერთ სივრცეში, ყველა ამ ქვეყანამ თავისი ეთნოსურ, კულტურული, უძველესი თავისი ტრადიციების, თანამედროვე არქიტექტურის ნაზავით უნდა შექმნან ეს არქიტექტურული შენობები. ასე დიდი საგამოფენო გასაკურველია. ეხლა იაპონელი თავისებურად გაახოხდებით და აბსოლუტურად შეიქმნება ისეთი სივრცე, სადაც ყველა იცდება, რომ საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავისი თავი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ შექმნა რაღაც ულამაზესი, რაღაცა მცირე პატარა ქალაქი, რომელშიც მთელი მსოფლიო წარმოაჩენს თავის კულტურას, ეთნოსს და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა ისტორიას. ან უძველესი თავისი ეროვნული კიდევ ერთხელ განმეორდები ეთნოსური თავისი კულტურული რაც მას უხარია რაც მას წარმოაჩენს
და რა თქმა უნდა გამდიდრებული თანამედროვე შერწყმული თანამედროვე არქიტექტურა. კი ბატონო, მე მომხდა ყურში თქვენ საუბარში, რომ ეს აი დაახლოებით დაუშვათ თითო ქვეყანას ყავს თავისი კულტურის ატაშე დავარქვათ, ხო? თავისი მზარეული ყავს. ნუ მაქსიმუმ დაუშვათ ერთ ქვეყანას ყავდეს თავისი 20-21. არა, რატო ნახეთ, მე ის რეაქცია, რასაც მე უზომავ დღევანდელ მსმენელს, ის სამწუხაროდ, ნუ გარკვეული რაოდენობა რეპლიკის დონეზე რეაგირებს, თემა არ აგავს დამთავრებული და რეაქცია აქვს. და ამიტომ მოსმენის საკითხებიც ხშირად ჩიხში შედის. კი ბატონო, მესმის ჩემი დამოკიდებულებაც ის არის, რომ ეხლა მე ადაპტირება უნდა უკეთო ამ ეხლა იმდენად ღრმა რაღაცას ეხები და იმდენად დიდი ინფორმაცია, ამისი ეხლა ესე ერთ საერთო დროში ურთულესი ამოცანა და დაგავალეს. მე ჩვენ ამას ამთავარ მახასიათებლებს ვიტყვი. მე მინდა რას მივხვდი, იცი რომ ეს რო შემოვიდა. ხო. ეს არ შემოვიდა 100,000-ოდან, შემოვიდა გარკვეული მცირე ჯგუფი, ძალიან მცირე ჯგუფი, რომელიც წარმოაჩენს თავის კულტურას, ხო? ნუ მოდი ესე ვთქვათ რა 21, ნუ ეხლა მე ვიღაცა გეტყვის რატო 20? არა, სიტყვაზე ვამბობ. 20-დან 25-მდე დავუშვათ. კი ბატონო, მაგრამ ეხლა მეორე საკითხია. აი ეს ხომ იმისთვისაა გაკეთებული, როგორც ეხლა საქართველოს დღეს რავი შემოსავლის ალბათ ერთ-ერთი შეიძლება ლომისული აქვს ტურისტული ბიზნესიდან, ხო? კი, მოდი ამას შევხედოთ ეხლა ცოტა სხვა კომერციული კუთხით შევხედოთ, მარტო საუბრების სხვა არ არის, ანუ ეს არის დიდი რაღაცა ჰაბი, რა თქმა უნდა, რომელშიც უნდა შემოვიდეს ძალიან ბევრი დაინტერესებული ტურისტი, რომელიც ამას ნახავს, მაგრამ ეხლა მეორე საკითხია, მე გადაცემამდეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს მამაქალაქი არაფერს არ წარმოადგენს. ეს არის ასე ტურისტული, ასე თქვა დისნეილი. თუ მას გარშემო მეორე წრეთ არ აქვს გაშენებული დედაქალაქი, ხო, ხლა დედაქალაქი ესაც ეხლავე განმარტოთ, იმიტომ რომ დედაქალაქი თბილისია და უკვე აშენებულია, მაგრამ რა საჭიროა მეორე დედაქალაქი, იმიტომ რომ ეს კრიტიკაში ჩამჯდარი ადამიანი ამას სხვა აქცენტში ატარებს, ხო, სხვა აქცენტს უკეთებს. ანუ ეს დედაქალაქი არის აქ მოსული ტურისტებისათვის. განმარტოთ მე თქვა. ეს იქნება, ასე ვთქვათ, აი, ანუ ის იქნება ამ დედაქალაქის წრეში ჩასმული. დიახ. ეს დედაქალაქი, რომელიც ვერასოდეს ვერ გაიზრდება. რა თქმა უნდა, ეს უნდა ვთქვათ, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. დასაწყისში ხო ვთქვით. ხო, თავიდან ეს დედაქალაქი არის კამარივით შემოჭერილი, რომ ამას არასოდეს არ მიცემს გაზრდის საშუალებას. ეს არის რამდენი კუთხეცაა საქართველოში, იმდენ კუთხეთ დაიყოფა. გარშემო მეორე. ეს რასაკვირველია, რომელიც წრეში ჩამჯდარია სოფლის მამაქალაქი. ანუ ეს დედაქალაქი იმდენ რამდენი კუთხეც არის, იმდენ ნაწილად დაიყოფა. როგორც ვიპირობთ 12-ია, ხო, ნუ ქართლი, კახეთი, იმერე ყველა და რა თქმა უნდა, ისიც ასევე მერე წარმოაჩენს, ანუ აქ ლაიტმოტივი რა არის. ისიც წარმოაჩენს ზუსტად თუ რაიმე თავისი ის ეთნოსური ეხლა უხვათა გვაქვს, ხო? ქართველებს ეხლა ცოტა უხერხული ეხლა ისე არ ვიტყვით, ხო? ნიშნის მოგებით არ ვიძახით, მაგრამ აბსოლუტურად დედრესი კულტურა. ყველა კუთხეს, ხო, ისეთი რომ ნუ რა ვიცი, სხვადასხვა ნომინაციებში. ანუ მე ახლა გამიჩნდა ესეთი შეხედულება, ახლა მე პროფესიით მხატვარი ვარ და დავინახე, რომ თუ აი გაკეთდება ესეთი საქართველოს კუთხეებისაგან შემდგარი ეთნოსური მეორე ვიტყვი სიტყვას ჰაბი, იქ ყველა კუთხე დაინტერესებული იქნება, რომ თავისი ეროვნულ ეთნოსური, ასე ვთქვათ, სამზარეულო იქნება, არქიტექტურა იქნება, მაგრამ მე გეტყვით უფრო კარგ ასე ვთქვათ, აი ბმას გეტყვით, ცალკე აღებული რა თქმა უნდა შეიძლება თქო ეს კულტურული კერა, ეს ტურიზმისათვის მიმზიდველია, ეკონომიური არეალია, მაგრამ აი ეს რაც თქვენ ბრძანეთ, მე ეს ვთქვათ ჩვენი კუთხეების, ხო, ვთქვათ ის რომელიც გარშემო ყავს ამ მამაქალაქს, აქ ერთმანეთთან ესენი კიდე სისტემურად დაკავშირებული არიან და ამას საუბარში გეტყვით. რას გულისხმობთ? გეტყვით. ჯერ უპირველეს ყოვლისა ეხლა აქ მოკლედ ამას ამ მამაქალაქში, ხო, ეს ყველა სახელმწიფო სადაცაც ცენტრში. ცენტრში არის ასე ვთქვათ სამზეო ადგილი, სადაც ეს რამოდენიმე წუთი მინდა და აი სადაც დახურულ კარს მიღმა საუბრები კი არ იქნება. აი როგორც ეხლა იმართება ხოლმე და აი თქვენ ვთქვათ ყველა ქვეყანა კი არა, აი ჩვენ რომელიც ძლიერი ქვეყნები ნუ შესანიშნავი სამეული 7-ი ხო, აი შეიძლება ხო მოდი დავხდება ხო და რაც და დახურულ არავით არის დახურული კანონი. არავით არის დახურულ კარს მიღმა. აქ აბსოლუტურად ყველას შეიძლება მონაწილეობა მიიღოს იმ კონკრეტული ლოკალური საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც თავი რა არის ბატონო Aleksandre, ნახეთ, აქ განცდა, აქ
კი არ მიდის უკვე რაღაცა ომის ბარიტონით საუბარი. აქ განცდა რჩება, აქ მიდის უკვე ომის რუპორი არ არის, არც რა. აქ არის უკვე ინფორმაციული რეანიმაციის პროცესი იწყება და განცდა ამ ადამიანების, რომ ისინი ვიღაცები კი არ არიან და მოქიშპე თუნდაც უახლოეს საუკუნეებში წრები რო იყვნენ. ცდელობა არის ამისი, მესმის ძალიან ძნელია, რომ ესენი ერთი დიადი ოჯახის ნაწილი არიან. აი მე ნიშნავ რაცა ქართულ სუფრას რა თქმა უნდა, აი არის მაგალითად ხომ აი შეიძლება აი უნძრახადაც ყოფილან, აი შეიძლება რაღაც პირდაპირ ვიტყვი მტრებიც ყოფილან. მაგრამ ქართული კაცის მოგხსენება სტუმარებას მიზრობის ფენომენი და ძარო არ შორს არ წავიდეთ თემიდან. იქ ადამიანს პატიჟებენ, უსმენენ და ადრეგრძელებენ და ეუნებიან კარგს. და ხა სუფრ აკადემია რატოა და ეს რაღაცა ყველა ქართულმა იცის, ამაზე ახლა ნუჩავს. უნდა მაპატიო მე ისევ მსმენელი სკეპტიკა გადმომდის და ხლა დღეს არის ადამიანები, რომლებსაც ხელი აქვთ ყველაფერი ჩაქნეულზე, რო შეეკითხო ხანძრულ პერსპექტივაში პასუხი არ გააჩნია. მაგრამ ყველაფერს ის სკეპტიკოსია, ეს არ გამოა, ის გაკეთებ, მაგრამ თუ ხედავ შეკაიდეთ მამიშვილი, ახლა არ გვინდა მაინც ლირიკული პათოსით რაღაც საკითხების განხილვა და აწევა, მაგრამ რაც ბატონოს დაუნგრევია, თქვენმე დროს ნახეთ, რას ტრობას დაუნგრევია, სიყვარულს აუშენებია, მაგრამ აი ეს მისთვის ჩვენ თუ ახლა ამას არ მივეცით, ცოტა იცით როგორი ცოტა ისეთი ტექნიკურად კარგად გამარჯვდა, მე ვიცი რომ ახლა თქვენ ისეთ რაღაცეებში და ისეთ სიღრმეებში ხარ შესული. ამ ფორმატში შეუძლებელია. ვიცი რომ რთულია, მაგრამ ზუსტად ის ჩემი ბერკეტი მუშაობს იმაში, რომ ახლა ჩვენ აქ მორიდებით და ენის მოშლექვით ვერ საუბრობთ. როცა აქ ლაპარაკი არის დღეს ახალიო კონკრეტულ საკითხებზე, მე ძალიან მომწონს ეს საკითხი, რომ დავუშვათ თუნდაც ის ქართული ის კუთხეების ჰაბი ეგრეთ წოდებული რა მინიმუმ დასაქმების საკითხს გადამიხდის. ხო, მაგრამ მაგაზე ჯერჯერ მთავარი აქ არის ეს რატოა მიმზიდველი. ნახე, ესე იგი აქ რაღაცა გარდა იმისა, რომ რაც თქვით, რაც მოახერხეთ რომ გეთქვა, რომ ეს რაღაცა წალკოტი, რომელსაც თითოეული ქვეყანა შექმნის და შეიძლება მთელი ცხოვრება შეძლებულიც რო იყო, ყველა ქვეყანაში ვერ ჩახვიდე და აქ მთელი დღის განმავლობაში შეგეძლება რომ დატკბე ამ ყველაფრით, ხო? ანუ მოიარო და თქვათ იქ ვისარასული როგორც თაფლმა ფუტკარი, ასე ვთქვათ, მიიზიდოს. ნახე, ბევრი ისაც, მე ყველაზე მთავარი რა არის? აქ პარიტეტების ნახეთ როგორი განცდაა, რომ მუდმივად რომ ვიღაც თუ დაჩაგრულია, ვიღაცა სიტყვა არა, ესე არ არის. აქ ღია ასე ვთქვათ, ღია კარისგე დავარქვათ წყალებში, აქ მიდის განხილვა, ეს ეკოლოგიური იქნება, ეს სოციალური იქნება, ეს დემოგრაფიული იქნება, თუ აი მაგალითად ისლანდიაში აისბერგები, აი ვთქვათ, რაღაც უკვე დღეს განგაში კაიხანეო ერთი 5-7 წელი და აი ადრე იყო რაღაცა კილომეტრია უფრო მეტი და ეხლა რაღაცა რა ვქვა ეს ვიღაცები კი არ უნდა ცალკე რაღაც განყოფილებაში კი არ უნდა ვთქვათ იკრიბებოდნენ, ხო? აი ვთქვათ, აი ესეთი ტიპის საკითხები. განცდა უნდა გაუჩინო იმას, რომ ისიც იმ შენი როგორც ეხლა თქვი, ერთიანი დიადი ოჯახის ნაწილია. მოკლედ, როცა ეს სისტემაში არსებული ეს ყველა კომპონენტი ქმედებაში მოვა, ნახე, როგორი რაღაც არის ისეთი ველი ამუშავდება, რომ განცდას აჩენს ყველა სახელმწიფოსთვის, რომ მას თავისი წილი მშვიდობა გააჩნია ამ ერთიან სივრცეში, ეს ვიღაცაკა თავის წილი და შენი ქვეყანა მერე სხვანაირად დაცული ხდება. აი აქ მინდა ერთი მომენტი თქვა ეს ძალიან გარდამტეხი არა ვიცი რომ ყველას თავის წილი აქვს შესაძლოა ვიცი რომ დრო მაინც ახლა დროის დეფიციტია ნახეთ გეხსოვებათ თავის დროზე შვეიცარიაში რატო არ მიმდინარეობდა როცა ეს ომები მიმდინარეობდა სოფლიო ომები და გნებავთ კიდე იმიტომ რომ ყველა მე ფული შეიძლება იმიტომ რომ ანუ ახლა დამასწარით ხო იმიტომ რომ იქ იყო რაღაცა ხელმოსაკიდი ისეთი წარმოიდგინეთ სად ეხლა ის ფული რომელზეც თქვენ ახსენეთ და სად ეხლა ის ვთქვათ გაცილებით უფრო მაღალი რაღაცა თემატიკები იდეა რაღაც რომელიც
შეიძლება თვეობით ილაპარაკო და იქ არეალი იქნება საიმისთვის ზუსტად იმისთვის რომ გაიშალოს ყველაფერი და გაიგო, მაგრამ აი ნახეთ, ესე იგი დაინტერესება იყო, ხო? როცა დაინტერესება იქნება და როცა ყველა დაინახავს რომ ამ ერთიანი რაღაც ახალ მაგარის მონაწილეა, იქ რაღაცა ისე აი მე დიდი ბევრი ტანკი მაქვს, აი მე რაღაცა ეს ახალის რაღაც ასეთი პათოსით საუბრები ბატონზე დამეთანხმეთ არ იქნება და იქ უკვე განცდა, ხა მესმის რომ ძნელია ეს ძალიან. იმიტომ რომ როცა აი არა მამაკეთ დავთავრო აზრი აი დავიწყების ისტორიული დავიწყების აი საბურველი რო გადაფარებული, მაგრამ ის მაინც ღვთისშვილი რო ხარ, ის მაინც შეშეს ფერმენტი რო არის, გამორიცხულია, რომ ის შესაბამისი ქმედებების პროცესში ის რომ არ მოვიდეს მოქმედებაში და თავი არ შეგახსენოს, გამორიცხულია. ამიტომ აქ უკვე საუბარი დაიწყება რაღაცა ურთიერთნათესაობის, ურთიერთობის, აი სოციუმის ცნობილი გამოთქმა ესეთი რომ უფალმაო, ну შემოქმედმა ღმერთმა ზოგ შეიძლება სხვა სახელი კონდეს. ადამიანები კი არ შექმნა ცხოვრებისთვის, არამედ თანაცხოვრებისთვის. აი ზუსტად თანაცხოვრების განცდას გააჩენს, რაც ყველაზე მთავარი რა არის. მთელი ცხოვრება რომ რაღაც დაჩაგრულის მანტია გაქვს, რაღაცა აქ ისე როგორ გამოდის, იცით, აი გენერალური ფილმებია, ფრაგმენტი, სამუშკეტერი, ხო? ნახეთ, იქ არის ესეთი მუდმივად მუსირებს იმაში, ფილმის მიმდინარეობასაც ესეთი გამოთქმა. ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის. აი სად არის? აი რომელი სივრცეშია. ნახეთ, ერთი ზრუნავს ყველაზე და ყველა ზრუნავს იმიტომ რომ აქ მშვიდობის საწყისია, იმიტომ რომ აქ თანაბარი პარიტეტია, იმიტომ რომ აქ განცდაა. აქ მე ეხლა ძნელია საუბარი, როცა ათვლის წერტილი მოსაძებნე ალექსანდრე თორე დამრწმუნეთ რომ როცა ეს ინფორმაციული ის დაიწყება, რა ქვია, რეანიმაცია, ცოტა სხვაგვარი ურთიერთობები ჩამოყალიბდება და მე სხვა პათოსები და სხვა სასაუბრო თემები იქნება და არ იქნება ეს ომის რაღაც ლოზუნგებით საუბარი, თორე ამას სად მივყავ? აი ბატონო, მოდით რეზიუმე გავუკეთოთ ამ საკითხს. ანუ საქართველო ფლობს ისეთ ღვთიურ პროექტს, არ შემეშინდება ეს პრეფიქსი რო წინ დაურთო, რომელიც შვიდობიანი წესით აგვარებს აი ამ კონფლიქტური საკითხებს. ნუ ყოველ შემთხვევაში თუმცა ბოდიში როგორ და რანაირად ამას მე გარკვეული არა, ეს მე აუცილებლად მოგიწევთ, მაგრამ მე მინდა რომ უბრალოდ ეხლა იმ კვანძამდე მაინც მივიდეთ, რომ ელემენტად ეხლა მსმენელმა რო აქამდე გიყურა რაღაცა რეზიუმე უნდა გააკეთოს. ხო, ანუ ესე იგი, რეზიუმე არის ესეთი. საგანგებო ჩერჩეულ ადგილას ირჩევთ რაღაც გარკვეულ მიწას, რომელიც არ არის ეს დიდი ზომის და რაღაც სასწაული, მაგრამ აძლევს ქვეყანას რაღაც დაცულობის იმუნიტეტს, სადაც იწვევს ამ ქვეყნებს თავისი არქიტექტურით, ყველაფრით. ეს არის უდიდესი, ულამაზესი სანახაობრივი ესე პატარა მინი ქალაქი, რომელშიც როგორც ქართულს, ისე უცხოელ ტურისტს აქვს ნახოს. ანუ ეს არის რაღაცა ნეიტრალური სივრცე, სადაც ყველა დაინტერესებულია, რომ აი ამ სტუმართ მოყვარე რაღაც უძველესი კულტურის ხალხმა რაღაცა საგანძური შექმნას, მაგრამ ეს საქართველო აი როგორც გულში ისვავს ამ 196 მეტრს და მის გარშემო ყველა კუთხე აკეთებს თავის ეთნოსური ნიშნებით, რა თქმა უნდა, ჰოტელია, რესტორანია, სუვენირებია, 1000 ეხლა მაგით რითაც ნამდვილად მაგის დეფიციტი არ გაგვაჩნია, ეს არის ფოლკლორის სიმღერა. ანუ ის ბრენდი, ასე ვთქვათ, რასაც წარმოადგენს დაწყებული პურის თავსავიდან დამთავრებული ყურძნით და ხალხური რეწვით ყველაფერია. თქვენ სწორად აღნიშნეთ, აი რიგითობით თუ დავალაგეთ, პირველი ეს არის დაცულობის ხარისხი, რაც ყველაზე მთავარია, რაც პირველია. მეორე ეს არის ისე დაცვართ ჩვენ ტურიზმის ქვეყანა, მაგრამ აქ უსაზღვრო შესაძლებლობებია. რა თქმა უნდა. ეხლა ერთი კიდე მთავარი რო აი დროის დეფიციტია. ნახეთ ალექსანდრე, აქ რა იქნება, აი რა მთავარი მამოძრავებელი კიდე რა ბევრი ნიუანსი, მაგრამ მე ვფიქრობ, აი ყველაზე ბაზისური რა იქნება. ამ მამაკალაქში აუცილებლად უნდა აღდგეს აქ ყველა ქვეყანას თავის ტერიტორიაზე, აბსოლუტურად ყველას სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ექნება ეგრეთ წოდებული დედაბოძები. ანუ წარმოვიდგინოთ ესეთი ინფორმაციის მომცემი სტენდი, ტაბლო და არქი, ტაბლო, ცოცხალჩოლებრივი ტაბლო და არქი, სადაც
იქ მოსულ ადამიანს ხელეწიფება, რომ ეს სტატისტიკა თუ მისი ქვეყნიდან რამდენია გამოთხოვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ასაკურველია. ეს ხო მოძიებული იქნება უკვე. ცალკე იქნება გაკეთებული, ასე თქვათ, გაყოფილება, სადაც ქართველი თუ ვინმეა იქ. პირობითად რამდენი ხალია გერმანიაში გეტყვილა, რამდენი გერმანელი ხალია გატყვილა. ხო და აი მოკლედ ამიტომ ისე მინდა ვთქვა რა რაღაცა იმპულსურად, მაგრამ მოკლედ შენი გვარისაც რო გაიგებ რაღაც წარმატებული ან სხვაგანაირი ხო სხვანაირი სიტყვა კაკაი როგორც დედაც ხო აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოგინდება მე შენ აუცილებლად იმ დედაქალაქში რო ნახავ რომ მაგალითად სამეგრელოშია გათხოვილი ხო ის თქვა შენი გვარის ან დედის გვარის მე აი რა წერან შენ თქვი მამინდო და გამეკეთებინა შევა სწორედ იმ მას რო გარს არ ყავს ის საქართველოს ის კუთხე შევა სხვანაირი სიტყვოთი და იქ ყველგან ხო ვერ მოასწრებს შევა იქ ბატონო ჩემო მე ვთქვათ მეგრულ სამზარეულოს ან აჭარულში შევა თუ ნუ იმერში სიტყვით ქვეყანა არა ნახეთ როგორი ბმებია ანუ გარდა იმისა რომ დაცულო პირველი არის ეგ რომ დაცული უნდა იყოს ყველამ თავისი წილი მშვიდობა რომ დაინახოს იქ თან წარმოჩინდეს საუკეთესო ყველა იქნება შენი დამცველი ეს იქნება გარდა იმისა რომ კულტურის და ისტორიის კერა ცოცხალი მოსიარული ესე დადიხარ და ერთ დღეში ათვალიერებ იმას აშება მთელი ცხოვრება ვერ გენახა არის ეს რა თქმა უნდა დიდი ჰაბი ტურიზმის არის ამას მიბმული აქვს გასტრონომია და ისე კი არა რა ბატონო უკაცრავად აი თქვენ ხა არ მოგშიდათ ან ისე კი არა ან თუნდაც ისრით რო აჩვენო რომ აქ ეს სამზარეულო არა აი ეს ტაბლო მუშაობს აი ეს გენეტიკა ეს რაღაცა ის როგორ აი მე შენგან ვარ შენ არ მინახა სიღრმეებში შევიდე აი ეს მომენტი იწყეს მუშაობას აბსოლუტურად სხვანაირი პათოსით შედის იქ იმ კუთხის ეცნობა ბუნებრივია იმას რაც წარმოდგენილია და რა თქმა უნდა სხვაგან არ წავა და იმ გასტრონომიას მეებნება ბატონო მაპატიე ბოდიში რა იქ თავისი ატაშე ეყოლება კიდე იმას და არ დაკმაყოფილდება მხოლოდ აქ შეიძლება თქვას რომ მე აი ზუსტად ან მარტვილში ან ზუგდიდში ან სიხნახში ან აი იქ და იქიდანაც ეს უხილავი ხაზები გაიბმება და რა ვთქვა ბევრი რამის ფამინდა რა მაგრამ ეს გადაცემა წამია იმდენად საინტერესო ადგილას უნდა გავწყვიტო ეს წამი სამწუხაროდ უნდა მაპატიოთ იმიტომ რომ ყველაფერი ამ უსაზღვრო სოფლიოში ყველაფერი დასაზღვრულია მამაც შორის ჩვენი დროც მოდით ესეთ ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი გადაცემა და ესეთი რამე ვცადოთ ახლა იცით რა არის ადამიანებს თუ აქვთ ამაზე კითხვები ან თუ გაუჩნდებათ სურვილი რომ დაუშვათ გაერკვნენ უფრო მეტად ჩემთვის ჩემი გადაცემის კალები რომ მიტყვიან და სტუდია ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის. არა, აქვე ვიტყვი რომ ეხლა მე შენი თავმდაბლობა აქვე ვიტყვი რომ შენ როგორც ჩვეულებრივ გრაფიკაში ასევე 3D-შიც ეგრეთ წოდებულშიც გაკეთებული ეხლა კიდე ამზადებ. კი ბატონო. არ ვიტყვი, არ მოსათვიტყვი რომ რაღაც ისეთი ბატონო. კარგი ბატონო. და ეს ყველაფერი მე აქ თავარი ჩვენი პათოსი არის მაყურებელი და ჩვენ და არა ის რომ რაღაცა მონოლოგი მიდის ჩვენი საუბრის. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო მაყურებელო. რა თქმა უნდა ძალიან არ იყო ადვილი ამ ინტერვიუს ასეთი დიდი ინფორმაციის ესეთ შეკუშულ დროში ჩატევა. თუმცა ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. რამე თუ რა ინტერესით წამოვა თქვენგან შესაბამისად ისეთივე ჩვენი პათოსი და სურვილი იქნება რომ უფრო მეტი გაგიზიაროთ ამ პროექტის შესახებ. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე გისურვებ ჯანმრთელობას და მშვიდ ცხოვრებას. გაგემშვიდობებით.